მეგობრებო, მოგესალმებით. წარმატებული ერთი კვირა მინდა გისურვოთ. კვირის არკანის ენერგიებს მე ახლა თქვენ გაგაცნობთ შეცვლილი გაშლის პრინციპით. მე თქვენ წინაზე გაგიშალეთ ერთ ვარიანტად. ძალიან მოგეწონათ სხვათა შორის და ვფიქრობ, რომ ნამდვილად უფრო მეტად ინფორმაციული იქნება თქვენთვის. და ეს არის თითო არკანად მსჯელობა, ძირითადი ენერგია რა იქნება კვირის მანძილზე, ფინანსები, ცალკე ჯანმრთელობა, პარტნიორული ურთიერთობა და გაფრთხილება, ანუ რას გვაფრთხილებს სამყარო. ასე რომ, მოდით შევუდგეთ საქმეს და ასევე რა თქმა უნდა შეგახსენებთ ეზოთერიულ შემეცნებითი დახურული ჯგუფის შესახებ მზის კარი, რომელიც უკვე მესამე წელია არსებობს და რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, რადგან ეს არის ჯგუფი პირველ რიგში, რომელიც არ არის აწყობილი ილუზიებზე და სწრაფ შედეგებზე, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ მაგია ეს სწრაფი შედეგების და სწრაფი ცვლილებების ინსტრუმენტია, მაგრამ ეს ასე არ არის ნამდვილად, რაც სწრაფად მოდის, ის სწრაფადვე მიდის და ადამიანი ვერ ინარჩუნებს იმ შედეგებს, რომელიც მას უნდა. რა თქმა უნდა, იგივე მაგიური ინსტრუმენტების არასწორად გამოყენება, ცოდნის არასწორად გამოყენებაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს არამც თუ სასურველ შედეგებს, არამედ ადამიანს ნეგატიური რეალობის წინაშე აყენებს, ხომ ყველაფერს ცოდნა სჭირდება. როგორც სიტყვიან პურიმე პურემ უნდა გამოაცხოს, ამიტომ დახურულ ჯგუფ მზის კარში თქვენ გეძლევათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, ყველა საჭირო ცოდნა და რეალობის სასურველი შედეგის მისაღებად თქვენ გეძლევათ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც რა თქმა უნდა ყოველდღიური ინტენსიურობით გიზიარდებათ. ვინც ხართ დახურული ჯგუფის წევრები, ეს ძალიან კარგად იცით, ხო? ეს არის ყოველთვიური საჯარო პრაქტიკა, რიტუალები, ბუმერანგის პრაქტიკები, რომლებიც ასევე საჭიროა პერიოდულად ბუმერანგების დარიგება, როდესაც ადამიანი აგროვებს ბევრ ნეგატივს გარემო სამყაროდან თუ კონკრეტული ადამიანებისგან. ეს არის ფინანსური ენერგიებთან სწორი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მოზიდვა-განზიდვა ყველა საჭირო ენერგიებისა, რაც გვაწუხებს ან პირიქით გვინდა რომ მოვიზიდოთ. ეს არის ყოველდღიური დღის არკანი, რომელიც ინფორმაციულად ძალიან კარგი შემავსებელია, როდესაც ადამიანმა იცი დღის არკანის ენერგია, უკვე იცი ენერგიები როგორ მომართო. რა თქმა უნდა, ყოველკვირეული უმნიშვნელოვანესი და საინტერესო პოდკასტები. ძალიან ბევრი საუბრები, ისეთი საჯარო გაშლები, რომლებიც არც YouTube არხზე და არც საჯაროდ აქ მზის ადამიანის გვერდზე არ დევს. მოკლედ, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ ამ დახურული ჯგუფის წევრი, ჯგუფი პასიანია, კარგად იცით. და შეადგენს სიმბოლურ 25 ლარს. ჯგუფში ყოფნას, რა თქმა უნდა, თავისი წესები აქვს, თავისი პრინციპები აქვს, თავისი კანონები აქვს, ისევე როგორც ყველაფერს და რა თქმა უნდა, ყველა გაწევრიანების მსურველს ეს წესები გეგზავნებათ, ეცნობით. ჯგუფი არ არის შექმნილი პარაზიტი მატყუარა და უღირსი ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, ამიტომ საჯაროობა იმისა, რომ ადამიანი ნამდვილად ვიცოდეთ, ვინ გვიკავშირდება, იმისთვისაც მზად იყავით, რომ რა თქმა უნდა თქვენი იდენტიფიცირება, თქვენი რეალური სახე და ასე შემდეგ, რაც საჭიროა ჯგუფის უსაფრთხოებისთვის, უნდა იყოს ღია, ხო? კონკრეტულად ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც თქვენთან მოახდენენ გასაუბრებას, ხო? ამიტომ იქნება ვიდეო ჩართვაც და რა თქმა უნდა თქვენი იდენტობის დასტური, რომ ნამდვილად თქვენ ხართ და არა ვინმე სხვა. მოკლედ, დანარჩენი ვისაც სურვილი გაქვთ, რამდენი ხანიც გინდათ, შეგიძლიათ დახვდეთ ჯგუფში და მერე უკვე შეგიძლიათ გახვიდეთ ჯგუფი და როდესაც ამის სურვილი აღარ გექნებათ, ხო? მაგრამ ყველაფერი რაც მიიღეთ ჯგუფში, რჩება ჯგუფშივე. ესეც უნდა გაითვალისწინოთ. კარგით, ახლა კი კვირის არკანის ენერგია, მოვრჩეთ საუბარს და გადავიდეთ საქმეზე. კვირის არკანის ენერგია, ვნახოთ ამ ერთი კვირის მანძილზე დღეიდან რა მოგვიმზადა მე და თქვენ სამყარომ, და მას შესაბამე კვირის მთავარი ენერგია, რომელი არკანის ენერგიაში ვიქნებით. ძალიან კარგი. ახლა ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი ფინანსები ერთი კვირის მანძილზე, როგორი იქნება ჯანმრთელობა ერთი კვირის მანძილზე,
როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ერთი კვირის მანძილზე და რა თქმა უნდა შევხედავთ გაფრთხილებას, ხო? გაფრთხილებას თუ რას გვაფრთხილებს სამყარო ამ ერთი კვირის მანძილზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მას შესაძამე დავიწყოთ ახლა მე და თქვენ საუბარი. კვირის მთავარი წამყვანი ენერგია ერთი კვირის მანძილზე იქნება რვიანების კვერთხები ძალიან კარგია, მოვლენების სწრაფად განვითარდება. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი რაღაცებს ვერ ასწრებდით, თუ კი ვთქვათ გაურებული იყავით, ანუ რაღაცნაირად არ გქონდათ არჩეული მიმართულება, არ გქონდათ გადაწყვეტილება მიღებული, ან თქვენთვის სიტუაციები იყო გაურკვეველი და გაუგებარი, ახლა მაჩვენებს, რომ ერთი კვირის მანძილზე ყველა თქვენი კითხვის ნიშანი გაცხადდება, ხო? ყველა თქვენი კითხვის ნიშანი, სადაც ვთქვათ დისბალანსი გქონდათ, კითხვები გქონდათ და ასე შემდეგ, ყველა თუ არა უმეტეს კითხვებზე თქვენ პასუხები გაგეცემათ, იმიტომ რომ ეს ერთი კვირა ენერგეტიკულად იქნება ძალიან აქტიური, ხო? იქნება მოვლენები სწრაფად განვითარებული, რვიანების კვერთხები სისწრაფეა, ეს არის მოზღვავებული ენერგია, ხო? რომ ეს არის მოზღვავებული ინფორმაცია. ინფორმაციის სხვადასხვაობა შეიძლება ინფორმაცია იყოს სხვადასხვა, რაც გარკვეულწილად თქვენთვის შემაშფოთებელიც იყოს, რაც შესაძლებელია თქვენთვის პირიქით ინფორმაციულად საკმაოდ საინტერესო და ტრანსფორმაციული და პირიქით ცარიელი ადგილები შეგივსოთ ამ ინფორმაციამ, შეიძლება იყოს მესიჯები, წერილები, ზარები, რომლებიც ცვლიან გარკვეულ მოვლენებს, ხო? ნახეთ, ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება ეს ერთი კვირა, იქნება დინამიური, აი როგორც სიტყვენ მოეჭიდეთ, უსაფრთხოების ღვედები გაიგეთეთ, იმიტომ რომ შეიძლება რამოდენიმე მხრიდან დაიძრას ენერგია, ინფორმაცია, პოტენციალი და იყავით მზად იმისთვის, რომ მიიღოთ ეს ყველაფერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქედან გაანაწილოთ ყველაფერი ისე თაროებზე და დასვათ საკითხი რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, რა არ არის თქვენთვის პრიორიტეტული, იმიტომ რომ რვიანების კვერთხებმა რაღაც მხრივ შეიძლება გაგხვიოთ ერთგვარ ინფორმაციულ ქაოსში, ხო? რაც რა თქმა უნდა, როდესაც ქაოსია, იკარგება ენერგია. ამიტომ ეცადეთ, რომ მეტად მომზადებული შეხვდეთ ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც თქვენამდე მოვა ჩემო ძვირფასებო, მოვლენები დაიწყებს დინამიურად და სწრაფად განვითარებას. ახლა კი ვნახოთ, ხო, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს მოვლენები მე თავში ვახსენე, რომ ზოგიერთ შეიძლება უცებ შემაშფოთებელიც იყოს, გაუგებარი იყოს, ან პირიქით ძალიან გასაგები იყოს, ხო? ყველა თქვენს კითხვის ნიშანს გაეცემა პასუხი, ხო? მოულოდნელი ინფორმაციითაც, დადებითითაც, შემაშფოთებლითაც, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხს თქვენ აუცილებლად მიიღებთ. ყველაზე თუ არა გარკვეულ მნიშვნელოვან კითხვებზე აუცილებლად. კარგით. ეხლა ვნახოთ თქვენი ჯანმრთელობა როგორი იქნება. პენტაკლების ტუზი ნიშნავს პირველ რიგში გამოჯანმრთელებას, ეს 100% შემიძლია გითხრათ, ვისაც თქვათ, ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, ან რაღაცა პრობლემა არ იწყვიტებოდა, თქვენ გექნებათ ამ ერთი კვირის მანძილზე უდიდესი და ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და გადაიწყვიტოს, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ სწორი ინფორმაცია, სწორი ადამიანი, სწორი ექიმი, მკურნალი, არ ვიცი, სწორი ენერგიები თქვენს გვერდით გაჩნდება აუცილებლად, მაშინ, როდესაც თქვენ ეს დაგჭირდებათ და ეს აუცილებლად იქნება თქვენი ჯანმრთელობისათვის სასიკეთო, მაგრამ მთლიანობაში შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გამოჯანმრთელების არკანი. როდესაც სხეულს გრძნობთ მხნედ, ჯანმრთელად, როდესაც мотивация გემატებათ, როდესაც ენერგია გემატებათ და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, გრძნობთ, რომ თქვენ სხეულში რაღაცა განახლდა, ხო? ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია დავაკავშიროთ იმას, რომ
მაისში გადავდივართ უკვე ნელ-ნელა და მაისი ზოგადად ჩვენთვის ქალბატონებისთვის განსაკუთრებულად ფერტილური და ესეთი ლამაზი და ძლიერი და ენერგეტიკულად სავსე თვეა. ამიტომ კი, ჯანმრთელობის მხრივ აქ ყველაფერი კარგად არის. ვნახოთ ფინანსები როგორი იქნება ერთი კვირის მანძილზე. ფინანსები როგორი იქნება ექვსიანების ხმლები. ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი გქონდათ გარკვეული სირთულეები ფინანსებში, ეს სირთულეები სრულდება. ექვსიანების ხმლები ეს არის გარდამავალი არკანი. როდესაც გაუგებრობები, კონფლიქტები, ფინანსებთან დაკავშირებული სირთულეები დამთავრდა, თქვენთვის უკვე გასაგები გახდა და იცით, საიდან არის ეს პრობლემები წამოსული, საიდან მოხდა ფინანსების ენერგიის, ვთქვათ, გაჟონვა და უკვე იცით, რომ თქვენ ეს ასე აღარ გაგრძელდება, ვეღარ გაგრძელდება, ეს შესაძლებელია იყოს ნებით გადადგმული ცვლილებებისკენ ნაბიჯი, ან მაგალითად შეიძლება სხვა გზა არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ბევრად უკეთესი იმასთან მიმართებაში, თუ რაც გქონდათ ფინანსებში, ვთქვათ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში ექვსიანების ხმლები აჩვენებს ცვლილებებს და ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში უფრო მეტად დაგაახლოვებთ კიდევ საკუთარ შესაძლებლობებს, დაგაახლოვებთ საკუთარ პოტენციალს და ცვლილებები ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგია ფინანსებში ექვსიანების ხმლების ნაწილში, იმიტომ რომ თქვენ დაიწყებთ კიდევ უფრო მეტად ყურადღებით, გონივრულად, ჭკვიანურად და სადღაც დამოუკიდებლად საკუთარი რესურსების და ენერგიების მართვას, იმიტომ რომ აი ექვსიანების ხმლებში რა არის, იცით, მეგობრებო, მნიშვნელოვანი არ ეხება ეს მარტო ფინანსებს, ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფინანსებზე ვსაუბრობთ, რომ გაკეთდეს სწორი დასკვნები. ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? რატომ მოხდა სირთულე, ვის ვენდე, ვის არ ვენდე, სად გავანაწილე ჩემი ფინანსური ენერგია არასწორად და აღარ მიცეთ საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ ასე მოექცეთ საკუთარ ფინანსებს. შევთანხმდით, ხო? ძალიან კარგი, მთლიანობაში ძალიან მომწონს. ეხლა ვნახოთ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა. კვერთხების დედოფალი. თქვენ ამოხვედით, ჩემო ძვირფასო მსმენელო, თქვენ ხართ კვერთხების დედოფალი. ნახეთ, როგორი კვერთხების დედოფალი არის, როგორ მიუთითებს, სავარაუდოდ მშენებელია, ან ესე იგი თვითონ ინჟინერია აშკარად მთავარი, ხო, როგორ მიუთითებს, სად რა, როგორანაირად უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა დაიგეგმოს და ასე შემდეგ. ხო, კვერთხების დედოფალი პარტნიორულ ურთიერთობებში. თქვენ იქნებით წამყვანი, თქვენ იქნებით ინიციატორი, თქვენ იქნებით ესე იგი ენერგიების გამანაწილებელი ამ ურთიერთობებში, თქვენ იქნებით ძალიან სასურველი პარტნიორულ ურთიერთობებში, თქვენ იქნებით ძალიან ძლიერი პარტნიორულ ურთიერთობებში, იმ ნაწილში, რომ ეს არ არის მხოლოდ სექსუალური, ქარიზმატული და ლამაზი ენერგია, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ადამიანი მიყურებთ აქ. ეს არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთდროულად ძალიან სექსუალური, ძალიან ლამაზი, ძალიან დამოუკიდებელიც, ძლიერიც და ამავდროულად ძალიან ქარიზმატული, ანუ თქვენ ხართ მთავარ როლში, ანუ როგორც თქვენ მოისურვებთ, ისე იქნება ჩემო ძვირფასებო, ანუ თუ კი ვთქვათ რაიმე ცვლილებებს გეგმავდით პარტნიორულ ურთიერთობებში, გაუმჯობესების მხრივ თუ ვთქვათ პირიქით რაღაცა გარკვეული აქცენტების დასმის მხრივ, აბსოლუტურად თქვენსკენ არის ძალა, ნება და ზუსტად ისე შეგიძლიათ მომართოთ ეს ყველაფერი, როგორც თქვენ მოგესურვებათ, ვისაც არ გაქვთ პარტნიორული ურთიერთობა, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი მაგნეტიზმი, თქვენი სიძლიერე, თქვენი ქარიზმატულობა და თქვენი შინაგანი და გარეგანი სილამაზე ძალიან მაგნიტური იქნება საპირისპირო სქესისთვის. ესე რომ მოემზადეთ კომპლიმენტებისთვის და მოემზადეთ ზღვა სასიამოვნო ვთქვათ შემოთავაზებებისთვის თქვენი მიმართულებით, ხო, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ასეთ ენერგიას გვერდი აუარო. და ახლა გაფრთხილება, რას გვაფრთხილებენ ერთი კვირის მანძილზე? ოთხიანების პენტაკლები. გაფრთხილება არის ფინანსურ ნაწილში, გაუფრთხილდით, იმიტომ რომ ნახეთ, ექვსიანების ხმლები გვაქვს და გაფრთხილებაშიც ამოვიდა ოთხიანების პენტაკლები.
კარგი იქნება, ნახეთ, როგორი ყულაბა აქვს, ხო? პატარა ბიჭ შეგიძლიათ დაიწყოთ ფინანსების დაგროვება, ხო? ეს ვიღაცისთვის შეიძლება პირდაპირ ესეთი ნიშანი იყოს, ხო? დაიწყე ყულაბა, შეიძინა და დაიწყე ფინანსების დაგროვება. მე მქონდა ესეთი ვიდეო და აქ მზის ადამიანის გვერდზე წლების წინ ჩავწერე მილიონერის კოდი, ესე ქვია, როდესაც შემოსავლის მინიმუმ 10% უნდა იყოს გადადებული კონკრეტული მიზნებისთვის, ხო? აი, არ არის გვიანი იმისთვის, რომ დაიწყოთ ფინანსური ენერგიის ამგვარად მობილიზება. 4-იანების პენტაკლები, ხო, გაფრთხილება, გავფრთხილდით ენერგიას, გავფრთხილდით ფინანსებს და ზოგადად გავფრთხილდით საკუთარ პოტენციალს, ხო? იმიტომ რომ 4-იანების პენტაკლები გაფრთხილების ამბავში ნიშნავს იმას, რომ თანახეთ უკან მანქანის სურათი აქვს, ხო, მიზნებისთვის აგროვებს. ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად მიმღები უნდა იყოთ, ვიდრე ვთქვათ, გამცემი მიხვდით, ხო? იმიტომ რომ ჯანმრთელობა ბალანსდება, მოვლენები სწრაფად ვითარდება, რაც ზემოთ ვახსენეთ, რაც შეიძლება საკმაოდ турბულენტური იყოს და გაფრთხილებაში არის, რომ ნუ გასცემთ ბევრ ემოციას და ენერგიას და არ იყოთ ქაოტური და ფინანსურ ნაწილშიც, აი, 6-იანების ხმლებით ცვლილებებია, ხო? ცვლილებები უკეთესობისაკენ და გაფრთხილება დაიწყეთ საკუთარი ენერგიის და პოტენციალის მოფრთხილება, უფრო მეტად მიიღეთ, ვიდრე გასცემთ ამ ერთი კვირის მანძილზე. ფულის გასესხებაზე არც იფიქროთ, არ არის კარგი პერიოდი, ზოგადად ფულის გასესხება არ არის, გააჩუქეთ იმდენი, რამდენის დასაკარგადაც მზად ხართ. ამით არც იმ ადამიანს უკეთებთ კარგს, ვისაც ასესხებთ, დამიჯერეთ და არც საკუთარ თავს. ხო არ უკეთებთ და არ უკეთებთ და ასე ვთქვათ, დაიწყეთ საკუთარი გეგმებისთვის და საკუთარი ოცნებებისთვის და სურვილებისთვის პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა. აი ეს არის. უფრო მეტად მიიღეთ, ვიდრე გაეცით, ხო? ნაკლებად გაეცით ამ ერთი კვირის მანძილზე. ეს ეხება ყველაფერს. განსაკუთრებით რას ეხება? განსაკუთრებით მაინც ეს ეხება, ანუ ფინანსებს ხო ეხება და კიდე ეს ეხება ემოციებს. ემოციების ნაწილში არის, რაც პრინციპში თავში ვთქვი, რომ ხო 8-იანების კვერთხების ქაოსმა შეიძლება ბევრი ემოციური, ვთქვათ, ენერგია წაიღოს თქვენგან. გაუფრთხილდით ამას და უფრო მეტად დააკვირდით, არ იჩქაროთ და ყველაფერი კარგად იქნება. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარულით.